უკრაინის დედაქალაქში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელს კეიტ კელოგს შეხვდა, სადაც მხარეებმა ომის დასრულების საკითხებზე იმსჯელეს. თუმცა უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის დაძაბულობის გარღვმავების ფონზე მოლაპარაკების შემდეგ დაგეგმილი პრესკონფერენცია მოულოდნელად გაუქმდა. თავდაპირველად მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებს პრესასთან ოფიციალური განცხადებები უნდა გაეკეთებინათ და პრეზიდენტის სასახლეში, სადაც შეხვედრა შედგა, მრავალი ჟურნალისტი მივიდა. თუმცა შეხვედრის დაწყებიდან მალევე პრესას შეატყობინეს, რომ პრესკონფერენცია აღარ გაიმართებოდა. პრესკონფერენციის გაუქმების მიზეზებზე მხარეებს არ უსაუბრიათ. თუმცა უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, მისი გაუქმება ამერიკულმა მხარემ მოითხოვა. ამერიკულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. დონალდ ტრამპის თავდაცვის საკითხებში ერთ-ერთი მთავარი მრჩევლის კელოგის კიევში ვიზიტს წინ უძღვოდა ტრამპსა და ზელენსკის შორის ბოლოდროინდელი დაპირისპირება, რამაც ეჭვქვეშ დააყენა შეერთებული შტატების მზაობა დახმარება გაუწიოს უკრაინას მიმდინარე ომში. შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის კელოგთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდა, რადგან ის გეგმავდა დეტალურად აეხსნა თუ რა მდგომარეობაა უკრაინაში. შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ კელოგთან კარგი საუბარი შედგა, სადაც ბევრი დეტალი განიხილეს. მისი თქმით, მათ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და უკრაინელი პატიმრების გათავისუფლებაზე ისაუბრეს. მისი განცხადებით, მშვიდობა საიმედო და გრძელვადიანი უნდა იყოს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომით დაბრუნება ვეღარასდროს შეძლოს.